ვაშინგტონი, მოსკოვი, კიევი. სატელეფონო კავშირი ამოქმედებულია და უჩვეულოდ აქტიურიც. ნიუ ორლეანისკენ მიმავალმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ ვლადიმერ პუტინს ესაუბრა, თუმცა კითხვაზე ეს საუბარი ოვალურ კაბინეტში დაბრუნებამდე ჰქონდა თუ მანამდე, ბუნდოვანი პასუხი გასცა. მქონდა, მოდით უბრალოდ ასე ვთქვათ, რომ მე ის მქონდა და მე ველი კიდევ უფრო მეტ საუბრებს. ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი, ჩვენ მას დავასრულებთ და უნდა დავასრულოთ ის, რაც შეიძლება მალე. ეს არ უნდა მომხდარიყო, არც მოხდებოდა მე რომ პრეზიდენტი ყოფილიყავი. ჩვენ ვცდილობთ დავასრულოთ ეს ომი. ამასთან ჩვენ გვაქვს პროგრესი, მაგრამ ამაზე მეც ვერაფერს გეტყვით. ბევრის თქმას ჯერჯერობით ერიდებიან კრემლშიც. უშუალოდ პრეზიდენტების საუბარს პრესპიკერი დიმიტრი პესკოვი არც ადასტურებს და არც უარყოფს. თუმცა მანამდე ღიად თქვა, რომ ბირთვული სახელმწიფოების დედაქალაქებს შორის დელიკატურ თემებზე კონტაქტი სხვადასხვა არხით მიმდინარეობს. უფრო მეტი თქვეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. საკომუნიკაციო ხაზები არსებობს, დაკეტილი არ არის და სამუშაო პროცესშიცაა. თუმცა მეორე საკითხია, რომ უმაღლეს დონეზე არანაირი შეთანხმება არ არის. ეს სავსებით შესაძლებელია მოხდეს და ჩვენი მხრიდან მზადყოფნა არსებობს. ტრამპის გუნდი მიუხედავად მათ მიერ გაცხადებული ურთიერთგამომრიცხავი პოზიციისა, რუსეთთან დიალოგის განახლების ინტერესს მაინც იჩენს. ჩვენ დიალოგისთვის მზად ვართ, მათ შორის მზად ვართ უკრაინის საკითხის განხილვისთვის, მაგრამ მხოლოდ თანაბარ, ორმხრივად მისაღებ პირობებზე. აქტიურია დისკუსია ვაშინგტონსა და კიევს შორის და სავარაუდოდ ის კიდევ უფრო გააქტიურდება. უახლოეს დღეებში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩავა ჯეიდი ვენსი, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი. მას სასაუბროდ პირადად ვოლოდიმირ ზელენსკი დახვდება. მანამდე უკრაინის პრეზიდენტი შესაძლო სცენარებზე ITV-სთან ინტერვიუში მსჯელობს. თუ მეცოდინება, რომ ამერიკა და ევროპა არ მიგვატოვებენ, გააგრძელებენ ჩვენს მხარდაჭერას და მოგცემენ უსაფრთხოების გარანტიებს, მე მზად ვიქნებოდი მოლაპარაკებების ნებისმიერი ფორმატისთვის. ცეცხლის შეწყვეტა უსაფრთხოების გარანტიების გარეშე იქნება ყველას მარცხი. მე მქონდა კონტაქტი დონალდ ტრამპთან და ვუთხარი მას, რომ თუ არ გვექნება უსაფრთხოების გარანტია, ჩვენ მივიღებთ გაყინულ კონფლიქტს. ეს კი უკვე ნანახი გვაქვს. ის რაც ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია ტრამპისთვისაც. მას სჭირდება არა მხოლოდ ომის დასრულება, არამედ ისიც, რომ პუტინის შესაძლებლობების გარეშე დარჩეს, რათა არ დაიწყოს მორიგი ომი. ასეთ შემთხვევაში გვჭირდება ისეთი ისტორია, შეთანხმება, უსაფრთხოების გარანტია, რომ პუტინმა ან ვინმე სხვამ რუსეთში იგივეს გამეორება ვერ შეძლოს. ფუნდამენტური დოკუმენტები უნდა მოამზადდეს უკრაინისთვის და ეს შეიძლება გახდეს ტრამპის გეგმის საფუძველი. და უკრაინაზე დონალდ ტრამპის გეგმა უნდა მოიცავდეს ევროპასაც, რადგან უკრაინა ევროპის ნაწილია და ევროკავშირის წევრი იქნება. ევროპის როლი ამ მოლაპარაკებებში რომ დიდია, ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს იცია. ევროკავშირში იშვიათი გამონაკლისების გარდა უკრაინის მხარდაჭერაზე თანხმობაა, რადგან აგრესორთან ყველაზე ახლოს გეოგრაფიულად სწორედ ევროპის ქვეყნები არიან. თუმცა რა იქნება მათი კონტრიბუცია მშვიდობის დამყარებაში? ამაზე მიმდინარე კვირას საუბარი ევროპაშივე შედგება, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მთავარი მრჩეველი მაიკ ვოლცი ჩავა. დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ გეტყვით, რომ მიმდინარე კვირას პრეზიდენტი მზად იქნება ყველა საკითხი მაგიდაზე დადოს. მათ შორის უკრაინაში ამერიკული დახმარების საკითხიც. ჩვენ ეს თანხები უნდა ავინაზღაუროთ უკრაინის იშვიათი ბუნებრივი რესურსების სახით, ასევე ნავთობი იქნება ეს თუ გაზი. საუბრები მიმდინარე კვირას შედგება. აქ ხაზგასასმელი იქნება ევროპელების ჩართულობა. მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა კონფლიქტის განვითარებაზე და მომავალში უსაფრთხოების გარანტიებზე. სახელმწიფო მდივანი, თავდაცვის მდივანი, ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირში ჩვენი წარმომადგენელი ამ კვირაში ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორ უნდა დასრულდეს ეს ომი. ეს კი მაგიდასთან ორივე მხარის ჯდომას გულისხმობს. პრეზიდენტს არ გავასწრებ, მაგრამ გეტყვით, რომ მიმდინარეობს ბევრი საუბარი ძალიან მგრძნობიარე თემებზე. თებერვალში ჩვენ ველით ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენლის კით კელოგის ვიზიტს კიევში. მას მოვახსენებთ სრულ ინფორმაციას ფრონტის ხაზის შესახებ. ჩვენ გვსურს ამერიკა ხედავდეს ჩვენში არა მხოლოდ დემოკრატიისთვის მებრძოლებს, არამედ სამომავლოდ მნიშვნელოვან და საინტერესო პარტნიორს. დიდი შეცდომა იქნება გერმა უკრაინის ჩართულობის გარეშე შემუშავდეს. პრინციპი უნდა იყოს არაფერი უკრაინაზე, უკრაინის გარეშე. ნებისმიერი მოლაპარაკებებისას უკრაინა უნდა იყოს ძლიერი პოზიციებით. უკრაინაზე ულტიმატუმის ენა არ იმუშავებს. რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მზადების პროცესში ამერიკას საიმედო გამოსავლის მოლოდინი აქვს, თუმცა რუსეთთან დაკავშირებით თავის დავზღვევი გეგმებიც მზად აქვთ. თეთრ სახლში არ გამოურიცხავთ, რომ კრემლის ისედაც დასუსტებული ეკონომიკა შესაძლოა უფრო მკაცრი ამერიკული სანქციების სამიზნეც გახდეს.
მით უმეტეს, რომ მაღალი ტარიფების დაწესებას ტრამპი არც მეგობრულად განწყობილი ქვეყნების მიმართ მორიდებია.